40-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე შეხვდა. სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ფერმერებისთვის დაგვიანებული სუბსიდირების თანხის გაცემა იყო. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, სუბსიდიის გაცემის პროცედურების გაჭიანურებამ ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ფერმერებისთვის დეკლარაციების გაცემის დაგვიანება ტექნიკური დეტალების დაზუსტების აუცილებლობამ გამოიწვია. იოსებ აბულაძის განმარტებით, კომპანიები დეკლარაციებს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციებს 1 მარტამდე მოაწესრიგებენ. დაგვიანება იმან გამოიწვია, რომ ჩვენ ბოლო გაგზავნა უკრაინაში, რამოდენიმე ერთი კვირის უკანაც გავუშვით და მთლიანობაში ეს ახლა უკვე მოგვარებულია და ამ დღეებში ჩაბარდება. ახალი ხილია ეს სუბსიდირება, შარშან 26 დეკემბრიდან იყო, წელს 6 დეკემბრიდან და ვეჩვევით რა, ვსაუბრობთ. ექსპორტირები მოიწვიეთ იმისათვის, რომ დეტალებში გავირკვიოთ, რატო ჭიანურდება დეკლარაციების ფერმერებზე გაცემა. არის ძალიან ტევადი დოკუმენტაცია, თითოეულ ფერმერს, თითოეულ ექსპორტიორს დაახლოებით 200 და 300 ფერმერიდან აქვს შესყიდული ეს პროდუქცია და შესაბამისად ამ შესყიდვის აქტების დარეესტრება, დეკლარაციებთან ბალანსში მოყვანა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ ამას მიზეზობენ ძირითადში, აი დროში, ამიტომ იწელება ეს სიტუაცია.